დილა მშვიდობის. როცა უნდა გავიღვიძო, მაშინ ჭირდება მავიძარა, როცა არ უნდა გავიღვიძო, 6 საათზე ვიღვიძებ. მოკლედ შემოგჩივლეთ, რომ დილით ვერ გავიღვიძე. მოგესალმებით, მე მომინატრებ და ალბათ თქვენც მოგენატრებოდეთ. ძალიან კარგი ემოციური ბედნიერება მივიღე იმის, რაც გაგიზიარეთ და ალბათ ძალიან საინტერესოა არა ყავის დალევა ადამიანის ემოციები, რომელსაც დიდი ხანი ვუყურებთ, გამოჩნდა ასე, ადაპტირდა და რაღაც სხვანაირი გადასვლა მინდოდა, ველოდებოდი დროს იმისთვის, რომ იქ დავგდებულიყავი, ასე მივუყუდებულიყავი და არაფერზე არ მეფიქრა და რატომღაც არ დადგა ეს, რომ ვერ გამოვძებნე. ცოტა ცუდი პერიოდია. ჩემი მეორე პირველადი საქმიანი, ზოგიერთი საქმიანი ვარ და დანაზოგი არა მაქვს. ანუ ჩემს ბუღალტერიაში არის ესეთი დეკლარირება, ანგარიშგება, რომლის თავი და ბოლო არ ვიცი და შესაბამისად თავი მაქვს წაღვანული თავისუფალ დროს, რომ ცოტა რთული ამბავი ამას აუდიტორები აკეთებენ, მაგრამ მე მინდა რომ უბრალოდ ვიცოდე დაახლოებით მაინც რა კეთდება, რომ მოკლედ დავანებოთ anyway, თავი არ გვაინტერესებს. გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ყველას წარმატებას, ბედნიერებას, იდეალური წელი ყოფილიყოს თქვენი შვილებისთვის და თქვენთვისაც. დღევანდელი დღე გავაცილე ჩემი შვილი ავდექი მოგახსენეთ უკვე საწყისში, რომ მაღვიძარა და მჭირდა წამოვხტი. ჩემთვის მნიშვნელოვანი როგორია ჩემი ემოციები ჩემ შვილთან ურთიერთობაში, როცა სადმე მიდის, ძალიან მძაფრი, არაადეკვატური, სადაზევე რომ სულ სიკუტი ყველანაირი, რა აიღო, რა ჩადო ჩანთაში, როგორ მოიქცა, ხო ცოტა შემაწუხებელი დედა ვარ და ვფიქრობ, რომ ოდესმე მადლობას მოვუხდი ჩემ შვილებს, რომ ადეკვატურად მithმენენ, იმიტომ რომ მათი ჯიბეები და ჩანთები იჩხრიკება ყოველთვის. დიახ, ჩხრეკა ტარდება ოპერატიულად ღამე და რაღაცეები მიბმული მაქვს, რაღაცეები კონტროლდება, მოკლედ ესეთი ვარ. საკმაოდ შიშარა ვარ, ეჭვიანი არ ვარ. ავეთრიე დილით გავემზადე მე მოვწესრიგდი, იმიტომ რომ გამაღვიძებინა. რა თქმა უნდა, უკვე დიდი ბიჭია და ვუკაკუნებ ადექი, წამოხდა სხვათა შორის ან გამიგვერდა, იმიტომ რომ პირველი დღეა, ხვალზე გიდან დაიწყება, დღეს არ წავალ, ცივა დღეს არ წავალ, თავი მტკივაზე სიცხე მაქვს და ასე შემდეგ. ანუ ველოდები ამ დღეს, რა თქმა უნდა, მალე დადგება. გავაცილე და ძალიან ვასაუზმე და გავაცილე. არ გამიპროტესტა, მაგრამ გზიდან გამიქცა. მეც რისი დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი ვარ, რომ იქვე არ დამდგარიყავი ჩემი უნიკალური ფლოსტებით, ანუ მე ჩაცმა არ ვიცი ხალხო სადმე რომ მივდივარ, ანუ როგორც ვარ, ისე გავდივარ. ვერ ხვდები რატომ და წავისვეპამა და რაღაც, ანუ გავედი. ხო და ვიდექი ჩუსტობით და ვუყურებდი საწავიდოდ. რას გააკეთებდნენ, მოკლედ მე მომწყინდა და წამოვედი, იმიტომ რომ იმასაც კარგად ვიაზრებ, რამდენიც არ უნდა ვაკონტროლო, მაინც რაც უნდა იმას გააკეთებს. ამიტომ წამოვედი, რომ რაღაც დისკომფორტი არ შემექმნა. მაგალითად საყვედურს მე ვეღებ რატო იდექიო იქო, არ მენდობიო. მოკლედ ვენდობი, მაგრამ ყოველთვის მინდა ხოლმე რომ ვიცოდე. ბავშვები მაინტერესებდა როგორები იყვნენ ახალ სკოლაში ადაპტირება, შეგუება, მისი ფიცხი ხასიათისთვის, ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთი წლის წინ შეეგუა და კიდევ უნდა შეეგუოს, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთულია შეიძინო. თუნდაც ისეთი მეგობარი, რომ უბრალოდ გაკვეთილზე ერთად წაიჯორაო, ანუ არ არის მარტივი. ჩემს ტელეფონს საბოლოოდ იმიტომ ვიყურებ ესეთი
საბოლოოდ უწია დაბერებამ და გარდაცვალების დროც მოახლოვებული აქვს და ნახევარი ეკრანი ჩამქრალია მოკლედ. არა უშავს, სადამდეც იმუშავებს, გავიმზადები და ვიყიდით ახალს. ეხლა ჩემთვის მნიშვნელოვანი რა არის და როგორი დედა ვარ. არასდროს არ ვუსვამ ხაზს იმას, რომ აუცილებელია რაიმე გქონდეს ახალი, რომ სკოლაში წახვიდე. არ არის აუცილებელი გქონდეს რაღაცა სასწაული ტელეფონი და არ არის აუცილებელი ძონძებში გამოიხატებოდა შენი ადამიანობა. და მე ვფიქრობ, რომ მიღწეული მაქვს ჩემ შვილებთან დათა ცოტა ბრენდომანია. ესეც რაღაცა მაისური უნდა, რომელსაც გატეხილი გული ახატია და გადავაბრუნოთ მთელი თბილისი და ვერ ვიპოვეთ, რა თქმა უნდა, ფეიქს ვეძებ, იმიტომ რომ ბრენდი არ ვიცი, მაპატიეთ. იმიტომ რომ ნამდვილი 79 დოლარი ღირს, ხო და არ არის ვაიმე ეს რა ფასი აქვს ნამდვილად შემიძლია რომ გადავირიო გავგიჟდე და ვიყიდო, იმიტომ რომ მე იმდენად ეკონომიურად ვცხოვრობ, რომ არც საჭმელში, არც გადასახადებში, არც ქუჩაში ზედმეც არასდროს არ ვხარჯავ და მაგაშიც ვთვლი, რომ ჩაცმის კუთხით ის, რომ თავი გრძნო კომფორტულად, რა თქმა უნდა გქონდეს, ის რომ ზამთარია და გვიანშრება, რა თქმა უნდა გქონდეს, მაგრამ ის რა ეს უნდა მეცვას, რატომღაც ვთვლი, რომ არ არის ნორმალური. თუმცა ჩემს ორივე შვილს აქვს, მაგრამ არ ვუსრულებ ხოლმე. ეხლაც მოვძებნი ფეიქს, მაგმაიკას და ვუყიდი. რომ რახან უნდა უბრალოდ შევუსრულებ და მე ხას გავუსვავ იმას, რომ ძალიან ბევრი შრომა ჭირდება იმას, რომ ნამდვილი გქონდეს. ხო, არ ვიცი თქვენი დამოკიდებულებები როგორია, მე ჩაცმას ძალიან ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, ძალიან საკმაოდ მეტად, ჩემთვის მცივა და აღმოჩნდა, რომ გრძელმკლავიანი მხოლოდ ჩემი ძმის ერთი სვიტრი მაქვს, რომელიც წამოვათრიე მციოდა ალბათ. დანარჩენი ნაგავში მაქვს ჩაყრილი, იმიტომ რომ ყოველთვის მეორეში ვყიდულობ და რა თქმა უნდა 2 სეზონს ვერ უძლებს. და ჩემ შვილებსაც ზუსტად ასე ვაჩვევ. არ ვიცი რამდენად სწორია, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მეინანება ფული ძონძებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი თუნდაც ის, რომ აი დავუშვათ გქონდეს პირობითად ავიღოთ ესეთი შედარება გავაკეთოთ 20 სვიტერი, ხო? და უნდა 21. მე მირჩევნია იმ სვიტერის თუ მაისურის თუ რაღაცის ჟაკეტის ფასად მასთან ურთიერთობის დრო ვიყიდო, სადმე დავპატიჟო, გემრიელად მივირთვათ და გარე სიტყვა სახლიდან რომ გაგყავ შენი შვილი სხვანაირია, სხვა რამე უნდა რომ გითხრა, სხვა ემოცია, სხვანაირს ხედავ და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ იმ ძონძის მაგივრად ვიყიდო ეგ დრო, რომ ანუ ძალიან ხშირად დავდივართ, ვცდილობ 20 ლარი მაქვს ზედმეტი 30 ვცდილობ რომ იმ ფულით გავიდეთ, იმ ფულით ახლა რაღაცომღაც ცოტა კინოს ჩამოვრჩით და აუცილებლად მოვიძიებ და შევთანხმებ თავისუფალ დროს და ანუ ძალიან მნიშვნელოვანია შენ შვილთან ერთად დროის გატარება, ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ დიდი ბიჭია, მაგრამ მიუწვევი ხოლმე და თავს მივადებ მიშორებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ იმას აქჩია რომ მიშორებს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ვგრძნობ რომ სიამოვნებს, ესე მომეფერება ხოლმე ძაღლივით. დილითაც მივეხმარე მოწესრიგებაში, ანუ ჩართული ვიყავი მის თმის მოწესრიგებაში, ძალიან გრუზა და ხვეული თმები აქვს და ძალიან ბევრი და უჭერს დაბანა, უჭერს მე შეშრობა და ასე შემდეგ და ეს ცვილი რაც დარჩა რითიც იმუშავებს მე ვერ გაუბუდეს, ესე ძაღლივით წამისვა ამ ჩემს დასაბან თავზე და ანუ ამით გამოხატა რაღაცებს ვიჭერ ხოლმე რომ ისეთია რა საინტერესოა. ყველა წუთი არის ჩემ რატომღაც მგონია რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს, ანუ ალბათ ეს ჩემი კომპლექსია დედას მერე მაქვს ყოველთვის გიყვებით ხოლმე რომ მე ვიყავი 26 წლის როცა დედა აღარ მყავდა და ყოველთვის ვფიქრობდი რომ დედას რო ეფიქრა რომ შეიძლებოდა რომ ესე ადრე წასულიყო, როგორი დედა იქნებოდა და
ხო, აი შიში გადმომყვა, რომ იქნებ ჩემო შვილმაც იგივე იფიქროს, იქნებ რაიმე დამრჩეს გაუკეთებელი, რაიმე დამრჩეს უთქმელი, რაიმე დამრჩეს გაუზიარებელი, რაღაცა ვერ გავიზიარო და ხო აი ერთი ამას ვთქვით მინდა, რომ რაღაცა რა თქმა უნდა კომპლექსია ეს და ვიაზრებ და არ არის ნორმალური ფიქრი. მაგრამ ხო ეს რაღაც მაქვს და ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ბევრ რამეში მივეხმარო თუ კი რამე შემიძლია მისი გვერდში დგომა და დახმარება ბევრი რამე მის მაგივრად არ ვაკეთო ერთად ვაკეთოთ ახლა ხილი რომ დაუბრწყნა შენ შულს და მიეწოდა ვფიქრობ რომ ეგ მის მაგივრად არ არის გაკეთება ხო ჩანთა მინდოდა ახალი მაყიდა და გავამიცხადა რომ ანუ სახშიც ესეთი დიალოგებია ჩვენთან რა რომ შენთვის იყიდე რამე, ჩემი ჩემთა ჯერჯერობით ნორმალურ მდგომარეობაშია და გაქუცულია ჩვენი საყვარელი გამომწერი ერთ-ერთი ნანუკა ჩავლეიშვილი, რომელიც გერმანიაში წავიდა. აქვს ძალიან კარგი გერმანული ონლაინ მაღაზია და ვუყურებდი, რომ რაღაცა პუმას ან ადიდასის ჩანთები ძალიან კარგი ფაში ქონდა და მეთქი იქნებ ავიღო. ხო, ანუ ესე გამოჩერა და მეც ვცდილობ ხოლმე რომ ჩავყვე, მაგრამ აუცილებლად ვუყიდე. ხო რა, ანუ ესეთი ემოციები მაქვს ხოლმე მირჩევნია რომ რაღაც უფრო მე ფიზიკურად ბედგი გვერდში ვიდრე ძონძებით შეუსო ის ჩემი რაღაცები, რაც დააკლდება ისედაც აკლია ადამიანს დედა მოზარდს თუ ბავშვს, რომელიც მუშაობს. დღეს და ახალ თავისუფალი დღე მაქვს სახლში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ იქ დავუწვევი და აღარ ავდგები, დილით სახლი მივალაგე, ახლა სარეცხი მაქვს გასაფენი და დავამთავრებ და დაველოდები თუ არ დამეზარა galva იკში და რაღაც საბაზისო თეთრ მაისურს ვყიდი და დავაპრინტინებ აქ უბრალოდ ბრენდიც არ ვიცი რომ ვიცოდე, ნუ მოკლედ მინდა რომ რაღაც თვასი ამოვნო. ხო, დანარჩენი რა ხდება? არაფერი არ ხდება, სამსახური სახლი, მიმდინარე ვალდებულებები, შიში იმის რომ რაიმე არ გამითავდეს, რაიმე არ დამაკლდეს, როცა ოჯახში კაცი, ქალი, ბებია, პაპა, ყველაფერი შენ ხარ, ძალიან დიდი ვალდებულებაა და მის გატანა, გაქაჩვა საკმაოზე რთულია. მაგრამ არ ვწუწუნებ, ღმერთის მადლით მაქვს ორი ხელი, ორი ფეხი, ტოკავ ვირის კუდივით და ასე თუ ისე გამომდის, მაგრამ როგორც ყველა საქართველოს მოქალაქეც მეც რატომღაც ასე გამომივიდა, რომ ძალიან გავეხლართი, ანუ ერთი დამიმტკიცეს შემომეხარჯა, მეორე დამიმტკიცეს დამჭირდა და ავიღე და ნუ მოკლედ ახლა კიდევ დავიმატე ერთი სამსახური იმისთვის, რომ მხოლოდ ეს ვალები დავფარო და მიწევს რომ დღე ფიზიკურად ვიმუშაო და ღამე გონებრივად, მაგრამ არ ვწუწუნებ, ეს არის ჩემი სადმე უნდა რეალიზდე, სადმე, ანუ ხო შეგიძლია ფული შოვნა ფიზიკურად, შენ მაგარი გოგო ხარ, მაგრამ ტვინს ჭირდება განვითარება, ტვინს ჭირდება რაღაც კიდე სხვები და ამიტომ შეთავაზება რომ მივიღე უარი არ მithქვამს და ჩემ თავს ვუთხარი რომ დორა ეს შენ ნამდვილად გჭირდება იმისთვის რომ რაღაცები მოიშორო წინწრებით გადაიხადო და ცოტა ამოისურთქო იმიტომ რომ მე მაქვს მაცივარზე გაკრული ასეთი გეგმები რა მჭირდება ხოლმე სახლში მჭირდება ახალი კარა და ნიკოს მჭირდება საწერმაგი და მე მჭირდება ახალი მანქანა აუცილებლად და ამისთვის რომ რაიმე გავაკეთო, ნუ მანქანის ყიდვა დღეს მე არ ხელ არ მეწიფება, არ მაქვს ამდენი დანაზოგი, ვერ დავაგროვებ. ამიტომ ისევ კრედიტს უნდა ჩავყვე და ანუ მე ძალიან რა გამეზარდოს და თან ჩემ თავს პირობა მივეცი რომ 31 დეკემბერს უნდა მყავდეს და ვნახოთ რამდენად შევასრულებ, თუ მოვესწარი რაღაც ვალდებულებების დაფარვა. ეხა ტელეფონს დაემატა ამ ყველაფერს და ნუ მოკლედ ყოველდღიური ჩვეულებრივი რითმი. ოღონდ როგორც კი რაღაცის დაგეგმას დავიწყებ, რომ ეს მინდა ნეტა როგორ გამოვა ღმერთი ყოველთვის მაძლევს სამყარო არა ღმერთი მაძლევს შანსს, რომ მე თუ ხელს გავატოკებ, ის გამომივიდეს და ამიტომ
უარი არ ვთქვი, საკმაოდ მეტად ბევრი სამუშაოა, თან მომიწევს ონლაინ მართვა იმ სამსახურში და ამიტომ ჩემი ხელფასის ნახევარზე მეტი დავთმე და ავიყვანეთ კადრი, რომელიც იქ ისეთ საქმეს შეასრულებს, რომ მომიყვანოს ბოლომდე და მე შევძლო ამის ციფრების, თავმოყრილი ციფრების დამუშავება და გამოყენება მერე. და ნუ მოკლედ ხო, მერჩევნია ზედმეტი ვიშრომო, რომ რაღაცები გამომივიდეს. არაფერზე არ ვნერვიულობ, ყოველთვის ჩემ თავს ვეუბნები, რომ მე რა რომ დაიღალე, ჯერ წინ დიდი გზა გაქვს. ნიკოლჩას აბიტურიენტობა, მე მისი სტუდენტობა, დავით გვერდში დგომა ჭირდება მე რა რომ ის ხელფასი აქვს და 23 წლის დიდი არ არის. ნამდვილად მე ეხლა სურვილი მაქვს, რომ მამამ მკითხოს რამე ხომ არ მიჭირს, რაიმეში დახმარება ხომ არ მჭირდება. ხო, ანუ მიჩნდება ხოლმე სურვილი, თუმცა არ მეკითხება, ეთყობა დაიმახსოვრე რამდენი წლის ვარ. არ მეკითხება, მაგრამ მე რო შევაბრუნებ, ხვდები რომ 75 ხდება მამა ჩემი და პირიქით, იქით ჯერდება. და მე ვერ ვახერხებ და ცუდი შვილი ვარ, ანუ 75 წლის ადამიანს პირიქით იქით უნდა დაეხმარო, იქით უნდა დაუდგე გვერდში, იქით უნდა მოусმინო, ხო, მაგრამ ეთყობა ეს შვილისის არ მთავრდება, ან მე ვარ ეგოისტი, არ ვიცი, ვერ ხვდები. ხო, რამდენი რამე მოგიყევით. ყავთ ვერ დავლია ესე ჩავყევით ჭორაობებს. წუწუნი. დღეს ზუსტად მაგაზე იყო ლაპარაკი, რომ თანამშრომელი მყავს, რომელიც 24/7-ზე წუწუნებს. და მეგობარიც მყავს ასეთი, რომელიც ხაზს უსვავს, რამდენი რამე გააკეთა. რო გააკეთე მიმდინარეობაში საბოლოო რეზულტატი რა არის? ჩემთვის ეგ არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად შეიძლება ვიღაცაზე მეც ვაკეთებ და მე ამას აღვიქვა, მაგრამ ამას ხაზს არასდროს არ ვუსვავ, იმიტომ რომ ჯერ არაფერი არ გამიკეთებია. რაღაცა ისეთ ყოველდღიური გადარჩენისთვის ის რომ მე ვინმეს ფული არ ვთხოვო, მე მქონდეს შემოსავალი და მქონდეს პურის ფული და იმის ფული, რომ შევძლო ჩემი ვალდებულებების გადახდა, ოკეი, მაგას ვახერხებ. ასე თუ ისე. ხან არის თუ არა ვერ ვახერხებ და აუცილებლად დანაზოგი უნდა მქონდეს, ან მიწევს კრედიტის აღება, რომ რაღაცეები წავმართო. როცა რაღაცას ყიდი ეს მომსახურება თუ ნებისმიერი, ანუ შენი ბიზნესი გაქვს და შენ მართავ იქ, ხან წააგებ, ხან მოიგებ, არ არის ესე ყოველი თვე ისე აწყობილი, რომ შენ მოგებაზე გახვიდე და შენმა მცირე ბიზნესმა მოგცეს სრული მოგება დროს. ჯიბეები გამოიტან, მაშინ უნდა მოიპარო, არ არსებობს, მე მაინც ვთვლი, რომ არ არსებობს საქმე, სადაც თუ ძალიან ბევრი არის შრომე, არაფერი არ დაგრჩება. და პატიოსანი გზით დიდ ფულს ვერასდროს ვერ მოიპოვებ. ასე მგონია, მე არ ვიცი, შეიძლება ვცდებ. მაშინ ლოტარია უნდა მოიგო, დაგიტოვო მქონება. ხო, მოკლედ ასეთ ჩახართულობებში ვცხოვრობ, პლუს ხო, წუწუნი და ჩემი მეგობარი იტახდა, რომ ესა სახს ხვალაგებო დილითა კი, მე ხომ მუშაობ კი, მე საღამოს მოდიხარ ხომ მუშაობ კი. მე რატო არ ამბობ რომ დავიღალე, ნუ რო ვიტყვი რომ დავიღალე, მე ანუ რა აზრი აქვს ვინმე ჩემს მაგივრად გააკეთებს რამე, ეს რო ვიტყვი რომ არ მაქვს, რა აზრი აქვს ვინმე მომიტანს, ხო არავინ არაფერს არ გამიკეთებს. ამიტომ ძალიან მშვიდად გაწონასწორებულად ხანდახან წაბუტირებ ხოლმე მაგასაც გეტყვით. ასე ძალიან რო შევიღლები ხოლმე. უკვე რომ იმის იქით აღარ არის, მე პატარა ტირილს დავცხებ ხოლმე, დაახლოებით 10 წუთიანს და всё, გამივლის. როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ცრემლები ჯიბეში მიდევს და ძალიან სწრაფად ვტირი. შემდეგ ისე ვეჭიდები, ხა ესეა ხალხო, თუ ვინმეს გონია, რომ ვინმეს დალხენილი ცხოვრება, აქ აწყობილი, აქ ვიღაცა არ წუწუნებს, იღიმის და ჩვენზე კარგად ცხოვრობს ყველა ქვაბში ყველა ოჯახში ერთი ქვაბი რაღაც დუხს. შესაბამისად, იქაც არის არაჯანმრთელობა, იქაც არის უფულობა, იქაც არის ნეგატივი, იქაც არის ოჯახში ჩხუბი, იქაც არის პრობლემა, მოკლედ.
ყველგან ყველაფერია. უბრალოდ თავარია რომ ჩვენს ეს მივხედოთ, რაღაცნაირად დავალაგოთ მაინც ღმერთს როგორც უნდა ყოველთვის ისე ლაგდება ყველაფერი, მაგრამ ჩვენ შევძლოთ რომ ხელი გავატოკოთ და რაღაცა გქონდეს, თორე წერია რომ ღმერთო დამეხმარეო და მე კიდე გეხმარებ, მაგრამ შენც გაატოკეო ხელიო და ერთად გადავრჩეთ, ხო? ანუ უფლისნებით, წყალობით, შეწევნით რაღაცა იქნება. კარგი. ჩვენს ქუჩებზეც მოვაგაზაფხული, თავარია რომ ვიყოთ ჯანმრთელად. თავარია რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჯანმრთელები, დანარჩენი ყველაფერი იქნება. არც ტელეფონი მნიშვნელოვანი, არც ჯინსის შარვალი, არც გული გატეხილი გულიანი მაისური, რომელიც შუშულს უნდა. თავარია ურთიერთობა, ბედნიერება და ჯანმრთელობა. მე მინდოდა ესეთი, არ ვიცი რამდენად უყურებთ ხოლმე თქვენ ჩემს ვიდეოებს ბოლომდე და რამდენად უსმენთ, ხანდახან რჩება ხოლმე აზრი, რომ დაწყაპებით მიდიხართ და ანუ ხანდახან ისეთ კომენტარი მხვდება ხოლმე, რომ ხვდები, რომ ბოლომდე არ მოგისმენიათ, არც გაძალებთ, არც გამოწერას გაძალებთ, არც მოსმენას გაძალებთ. ეს არის ჩემი ფსიქოლოგი ძალიან ბევრ ემოციას მოვიხსნი ხოლმე და ანუ შვილების ემოციების შემდგომ მინდოდა ასეთი ვიდეოს ჩაწერა, რატომ გადავწყვიტე, რომ არ შემექმნა მეორედ ოჯახი, რა დამოკიდებულება და რა შიშები მქონდა ჩემ შვილებზე, როგორი დამოკიდებულება ქონდათ ახ თქვენ ხო ხვდებით, რომ ეს გზა 15 წელია მე და უფრო მეტიც ვცხოვრობ მარტო და რა თქმა უნდა იქნებოდა გზად რაღაცები რომ მოგატყუოთ, რომ ძალიან ბევრ ბიჭს უყვარდი და ძალიან ბევრ ადამიანს მოვწონდი, ძალიან ტყუილი იქნება. ან თხოვნელები კარებს მინგრევდნენ, ეგეც ტყუილი იქნება. იმდენად არავისთან არ მაქვს კონტაქტი და იმდენად უხასიათოა, რომ ეს ბუნებრივია. და ხო, ანუ ეს თემა მინდოდა ჩამეშალა, არ ნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. და თუ გაინტერესებს ამაზე ჩემი ემოციები და რას ვფიქრობ 26 წლის დორა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გამოიცვალა ყველაფერი თავის ცხოვრებაში და მაშინ ვფიქრობდი, რომ ქმარს ხაზს გადაუსვავდი და ისე გავაგრძელებდი ცხოვრებას, იმიტომ რომ ჩემს ემოციებს თუ გაინტერესებთ, გავაკეთოთ შემდეგი ვიდეო და მიწერეთ თუ თქვენთვის საინტერესოა ეს. წავედი ახლა მე დავწექი, დავასვენო ჩემი ძვლები, სხეული და შემდეგ სამუშაო მაქვს. გაცნით.